მოგესალმებით, თქვენ უყურებთ GeoTV-ის YouTube არხს და უყურებთ მორიგი ეპიზოდს. ქართული ფეხბურთის შესახებ ვიმყოფებით მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე და გიბრუნდებით წლის პირველი სანაკრებო მატჩი. მანამ სანამ საქართველოს ნაკრები სექტემბერში ერთა ლიგაზე დაიწყებს ოფიციალურ თამაშებს, ხურდებით ისრაელთან ამხანაგური შეხვედრა. მანამ სანამ დაიწყებთ ამ ვიდეოს ყველა ხოთ გამოიწეროთ GeoTV-ის YouTube არხი, მოიწონოთ ეს ვიდეო და ჩაუჯექით საქართველოს-ისრაელი GeoTV-ის YouTube არხზე. წავედით! სასტარტო შემადგენლობები დაიდო. სიახლეა ის, რომ 5 ცველიან ტაქტიკას დაუბრუნდით, 3 ცენტრალური მცველით. და დებიუტანტები ყავს სასტარტო შემადგენლობაში მრავლად, ბერიაშვილი, მამაგეიშვილი, გადრანი პირველად დაიწყებენ საერთოდ თავის თამაშს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში. წინ მიქაუტაძე და კვარაცხელე, გუნდის კაპიტანი, შუაში კვარა და მექვაბიშვილი, ფლანგებზე მამაგეიშვილი, ციტაიშვილი, დაცვა კიკითხარით, მეკარე მამარდაშვილი. ჩვენთან ერთად არის მატჩის წინ ენერგიისთვის ქართველების საყვარელი წყალი ნაბეღლავი, რომელსაც როგორც ყოველთვის ვიყენებთ ის, რომ დავიმუხტოთ ენერგიით. აი. მე რამდენად მომდის. მაგრამ სახალისოა, რატო რა ვერთობით რა. აი ვიღაცის სკამი დავას. ლენგი ნომერი 13, number 13, Nikita Stoinov. ნომერი 15, number 15, Eliel Perez. 16 ნომერი. შენს აი ესეთ ამხანაგურს რა შეუძლია რომ უხსნას წლის პირველი თამაში და რა მოლოდინი გაქვს. თან შემადგენლობას ნახავდი ალბათ. შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ამხანაგური თამაშები უკვე აი იმ ფეხბურთელებს, ვისაც ნაკლები გამოცდილება აქვს და ახალი მოწვეულები არიან ნაკრებში, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია რა. ძნელიც ალბათ ვფიქრობ, რომ შემადგენლობას თუ ჩავხედავთ, მე ყოველ შემთხვევაში ესე ვფიქრობ, რომ მიცა შანსი ახალ მოწვეულებს, რომ გამოიჩინონ თავი, იმიტომ რომ ეხლა უნდა ძალიან მალე მოვა უკვე ქვეჯგუფის თამაშები, ისრაელია, მერე რუმინეთია თუ არ ვწდები და მერე უკვე ბევრი დრო აღარ გვჭება იმისათვის, რომ ისეთი სერიოზული ჯგუფი ყავს, რომელიც ალბათ შენც კარგად იცი, სათამაშო გვაქვს, მოსაგები გვაქვს და შესაბამისად ეს ორი თამაში, არ ვიცი კიდე თუ მოესწრება კიდე ერთი ამდენათაც ვიცი არა, რომ ნახოს ვის რა შეუძლია და იმიტომ რომ ხა ცვლილებები მოხდა, შენ თან კარგად იცი. 3 ცველზე დაუბრუნდით 5 ცველზე. მე ვფიქრობ, რომ ეგ არ არის ცუდი, იმიტომ რომ დროუმაც და თამაშემაც გვიჩვენა, რომ ეს 3 ცველზე თამაში ჩვენმა გუნდმა კარგად შეითვისა და წარმატებაც მასეც მივაღწია და პრინციპში შესაძლებელია, რომ აი ხა ეს თამაშები კიდე ერთხელ დაგვარწმუნებს იმაში, რომ რამდენად სწორი იყო ეს თუ არ იყო სწორი. რა ვიცი, წარმატებას უსურვებ ბიჭებს. მით უმეტეს რამოდენიმე ფეხბურთელი, ვინც პირველად არიან გამოძახებული და ბევრი პრაქტიკა არ აქვს ნაკრებში, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და მათ მინდა უსურვო წარმატება. Special prize, 2025 Best Georgian Footballer of the Year, Richard Კვარაცხელი. Საჩექ ფეხზე საქართველოს ეროვნული ჰიმნის შესრულების დროს
Please remain standing for the national anthem of Georgia. მატჩი დაიწყო წუთიერი დუმილით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილიანორის სონის საპატივსაცემოთ. და ჯერჯერობით პირველ წუთებში საკმაოდ ნელი ტემპი, ბურთის კონტროლი საქართველოს ნაკრების მხრიდან ნახოთ როგორ წავას დაბრუნებულ 3-5-2-ზე ჩვენი მხრიდან თამაში და რა მომენტები ექნება ჩვენ გულს მივყვეთ თამაშს. მე-16 წუთზე კაპიტნის ხვიჩა კვარაცხელიას გოლით დაუწინაურდით მის სტილში. ეს ზუსტად იყო მის სტილში საფირმო ფლანგიდან მარცხნიდან შესვლა ცენტრისკენ და აუღებელი დარტყმა. ეს იყო მეორე მომენტი ჩვენი თამაშის, სულ პირველი ქონდა რამდენიმე წუთით ადრე კუთხურიდან ლუკა ლოჩოშოს და ძელს გაარტყა ბურთი. ასე რომ მანამდე ძალიან არ მოწონა ჩვენი თამაში, მომენტის ვერ ვქმნით საერთოდ და 2 წუთის მიყოლებით მომენტები შევქმნით, 1-0-ს ვიგებთ პირველ ტაიმის დასრულამდე დარჩენილია 9 წუთი. პირველი ტაიმი დასრულებულია 1-0 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. როგორც გითხარით, პირველ ტაიმში 2 მომენტი ჰქონდა, რომელიც ვერ შექმნით 34 წუთამდე ჯერ. პირველი 30 წუთი იყო ძალიან ცუდი ჩვენი შესრულებით, მომენტებს ვერ ვქმნიდით, თუმცა ლოჩოსმა მეც მოყვა მალევე კვარას გოლი. ნახოთ ჩვენი მეგობრებო, შეგახსენებთ რომ ჩვენი არხის წამდგენია კომპანია აჭარაბეთი. მადლობას ვუხდით მათ ჩვენი მხარდაჭერისთვის და წამოდით და ნახოთ რა გოლოდება მეორე ტაიმში პირველი ნახევრისგან განსხვავებული. ოპა, ესე ჩვენი სტუმარი პირველი ტაიმის შემდეგ. თიკა გამარჯობა. ჩვენიერი პირველი ტაიმი ქონდა, შენ მეუღლეს. ნერვიულობ თქო. არა, შედაშვები ვინგცემა. მე რა როგორ? ყველაზე ვინგცემა. ვირი გავიდე ხე. რაგენი? ვარჯიშზე. შესანიშნავი ლამაზი ცხვირი გაქვს ყავ? შესანიშნავი ყოველ. აი ცხვირი, აი აპ. რატო პირველ ტაიმში? ბიჭო, თავიდან ძიმე დავიწყეთ, მაგრამ მე უკვე მომენტები შევქმნები. ძიმე პირველი და 30 წუთი. ხო, მაგას ვიცახი რომ, მაგრამ რა საფირმო გოლი? სამი კაციც არ ყოფნის. ეხა მეოთხეს დაუტოვებენ და მიქაუტა შეაგდოთ. რა სიტყვი კვარას კაპიტნობაზე? სხვას რავი არ ცველები. თეატრში. მაგაზე დიდი ლიდერი გუნდში ეხა არავინ არა. შენს მომავალზე რას გეტყვი? დინამოში აღმოჩნდი? ჯერჯერობით დინამოში. ეს ვინ არის ჩვენი მაგარი კაცი? ერთად უნდა ჩავეხუტო, მოდი ჩაგეხუტო. 1-2 კითხვა, ძალიან ერთი 2 კითხვა. ვიცი, არ გიყვარს რომ ლაპარაკი. პროჩი მიხარია რო გხედავ. როგორ ხარ გულშემატკივარს, რაც აინტერესებს და გულშემატკივარს იმედი მაქვს დარწმუნებული ხარ კომენტარებს თუ კითხულობ, გონი მიხვდები აი როგორ უყვარ ხარ ქართულ ხალხს. ბევრი არ შემიძლია რა ვთქვა, იმიტომ რომ გვაქვს ცოტა პრობლემები, მაგრამ ხო, ფიზიკურად ძალიან მაგრად ვარ, მზად ვარ და ველოდები ყველაფერს რომ დავიწყო თამაშები და რა უნდა ვთქვა, მეტი არ შემიძლია რა ვთქვა, მაგრამ მე დრო რო გავა, შეიძლება მე რაღაცა რა ვთქვა, უფრო ჩვენი ინტერვიუ ხო იქნება მე რო დაიწყებ თამაშს. კარგად დაიტაეჭა. ეს სულ ხო, ნახოთ, აბა რა. მე ინტერვიუში საქართველოში შემიაზრით მარტო შენ გაძლევ, იმიტომ ჯერ. ქართულ ხალხს რას ეტყოდი? არა, რა უნდა ვთქვა,
ძალიან მინდა რომ მოვიგოთ, ჩემი მეგობარია კაპიტანი ისრაელის, მაგრამ მინდა რომ მოვიგოთ. მართლა რა, ატმოსფერა მაგარი არის, ყველაფერი მაგარია, უბრალოდ რა უნდა ვთქვა, მეწყინია უბრალოდ რომ მე არ თამაშო და მეტი არაფერი. გენაცვალა. ოკეი. კარგად, თავად როგორ ხარ? კარგად, გენაცვალა. რა გაინტერესებს? ეხი როგორ არის? ცდილობ რა, ნელა ორი თვე გავიდა, 1-7 დარჩა კიდე მინიმუმ. ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად. როგორც ყოველთვის ზად ვარ. ცხოველი დაბრუნდება. აბა რა სიზამს? შენ გენაცვალები. გაიხარე, მადლობა. მატჩის 54 წუთზე გიორგი მიქაუტაძეს საგოლებასით ხუჩა კვარაცხელიას ბენგერი 2-0 იგებს საქართველოს ნაკრები. ძალიან კომფორტული უპირატესობა 55 წუთისთვის. გოლი ისრაელის ურიცნულს ვიგებდით და ერთი კი არა, ერთი ვიდეოს ჩაწერა ჩვენ მოასწარი 3 წუთში 2 გოლი გაუშვით. მეორე გოლის შემდეგ კიტე გაიყვანა, თუმცა ზურიკო შემოიყვანა, კიტეს გასვლა. არ ვიცი, არია, ეხა ბურთი უჭირავს სრულად. ისრაელს 2-2 გახდა. 63 და 73 წუთებზე 2 გოლი გაუშვით და კვლავ ისრაელი გვიტევს რადიკალურად შემოტრიალდა თამაშის სტუმრებისთვის. კვარას ჰეტრიკი კარიერაში პირველი ჰეტრიკი შეეძლო და შეგვიძლია კვლავ წინ გავსულიყავით, თუმცა ცოტა დაგვატოვა. რა მომენტი გიზი მომაგეუში გოწზე მეკარისეი. ამბიაზის საჯის კომპენსირებულ დროში. მატჩი დასრულებულია 2-2, ძალიან ცუდი თამაში პირდაპირ ვიტყვი. ინდივიდუალური გოლები კვარასგან, ინდივიდუალური უმაღლესი კლასის ფეხბურთელი. თამაში არ ქონია, სამწუხაროდ. და სამწუხაროდ მივიღეთ 2 გოლი. ხამიქს ზონაში ვიდივართ და ნახოთ რას გვეტყვიან ფეხბურთელები. ოკა გილოცა ევროპულ ნაკრებში დებიუტს. პირველ რიგში მადლობა. რა თქმა უნდა, მთელი კარიერა ამაზე ოცნებობ რა. ჩემი ეს შრომა ნაკრებსაც გამოადგეს და მადლობა ღმერთს, რომ ამის საშუალება მომეცა, მადლობა სტაფს, რომ მენდრენ და ჩემი ეს შრომა დააფასეს და მომცეს სადებიუტო თამაში. ნაცნობ ფეხბურთელებთან შეხვედრა, რა კომუნიკაციაშთან ამდენად გაგიმარტივდა ან გაგიჭირდა თამაში, ან თქო ნერვიულობის ფონი. ნერვიულობის ფონს რა შეეხება, თავიდან პირველი წუთები რა თქმა უნდა, როცა სადებიუტო თამაშია, ნერვიულობ, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ უკვე ამაზე აღარ ვფიქრობ, კონცენტრირებული ვარ თამაშზე. ჩემს გუნდელებს რა შეეხება, ვინც ნაკრებში თამაშობენ, იქ ქონდა რაღაც საუბარი. ისეთი არაფერი, წარმატებები ვისურვე მათაც. პაუზა ქონდა ჩემპიონატში ფორმაში ყოფნა ხო არ გაგიჭირდა? არა, ვარჯიშობდით იქ და შევინარჩუნე ფორმა მაქსიმალურად. უბრალოდ მუხლი ვიტკინე ცოტა და ამის გამო ვთხოვე, რომ შესაძლოა გამოვიყვანე ვილის. რამდენი დღე ელოდი ამ მომენტს, რას ნიშნავს ევროპულ ნაკრებში დებიუტი?
ხო, დღეს რა თვლის წლები ველოდებოდი ამ მომენტს. მიზანი ალბათ მინიმუმ შევასრულე და გაგრძელდება ეს მიზანი. არ მგონია მინიმალისტი. ყოველი, ხო, რა თქმა უნდა. არ ვარ მინიმალისტი. შეკრებიდან შეკრებამდე ყოველთვის სურვილი მექნება, რომ ეს ემოციები შევიგრძნო, ეს ყველაფერი გავიმეორო და ეს სიხარული ნაკრებთან ერთად ყოველთვის განვიცადო. შეიძლება ცოტა უცხო პოზიციაზე ვითამაშე ჩემთვის, პირველად იყო ცხოვრებაში, სადაც მარჯვენა მცველზე მომიწია თამაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ განვითარდები, გამოვასწორებ შეცდომებს. რა იყო თავმჯდომარის დავალება ახალ პოზიციაზე დაყენების დროს და რამდენად გაგიჭირდა? რამდენად იყო ნერვულობის ფონი? ვფიქრობ, რომ სანერვიო არაფერი იყო, პირიქით ძალიან მომეხმარა გულშემატკივარი, ძალიან კარგი ატმოსფერო იყო. არ ქონია დაძაბულობა, ვინაიდან და რადგანაც ბიჭებიც და სამწვრთნელო შტაბი ძალიან გვერდში მედგა და არ მქონდა ის შეგრძნება, რომ დაძაბული ყოფილიყო. თამაშია სწორედ ყოფილი ხარისხი გუნდის თამაში. არ მგონია ყოფილი იყო. მეორე ზონაში ვითარდებოდა ძირითადად ორივე გუნდის მხრივ თამაშები და ვფიქრობ, რომ დაცვაში რამოდენიმე შეცდომა იყო, მაგრამ ძირითადად ცუდი თამაში არ გვიჩვენებია. როლექსში დავიწყოთ თამაშის შეფასებით, როგორც კაპიტანი, როგორც სულს თამაშის ხარისხზე შეფასების მიღება მაყოფილი ხარ? მაყოფილი რა თქმა უნდა არ ვარ, მაგრამ ამ ხანური თამაშების სწორედ იმისთვის არის, რომ რაღაც ახალი ტაქტიკები, რომელსაც ვარჩევს ვაკეთებ, ის განვახორციელოთ. შეიძლება ეს გარედან რთული ჩანს, მაგრამ ჩემი აზრით დღეს იყო დადებითი ეპიზოდები, რომელსაც ვარჯიშობდით დადებითად შევასრულეთ, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ შედეგით არ ვართ და იმ ხარისხით მაყოფილი და გავაგრძელებთ მუშაობას, ვფიქრობ წინ მივდივართ, იმის მიუხედავად რომ შეიძლება შედეგი დღეს არ იყო სასურველი, მაგრამ გრძნობ რომ ბიჭები ყველაფერთვის მზად არიან და ყველაფერს გავაკეთებთ მომავალი თამაშებისთვის და სექტემბრისთვის ერთა ლიგისთვის მომიზადებით მაქსიმალურად. შესანიშნავ ფორმაში ხარ, ბოლო 4 თამაში 5 გოლი, რა არის ზოგადად ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ფეხბურთის მასში აქვს და თებერვლია გადამწყვეტ მომენტში შედიან ხოლმე ფორმაში და ეს მომენტი აქვს დაჭერილი, როგორ მიაღწია ამ კონდიციას, ანუ განსაკუთრებული ხდება შენ მომზადების გრაფიკში. განსაკუთრებული, რა თქმა უნდა, ძალიან დროს მუშაობ ჩემ თავზე და რა ვიცი, ძალიან მიხარია, რომ არის ხოლმე მომენტები, როცა ძალიან დროს მუშაობ, მაგრამ არ გიმართლებს. დღეს მაქვს ეს შესაძლებლობა, რომ გამიმართლოს და ვიყენებ ამ შანსს და რა ვიცი, გავაგრძელებ შრომას, მინდა რომ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ყოველ თამაშზე და არის დღეები, როცა შეიძლება არ გამოგდის. ალბათ ეს თითოეულ ფეხბურთელს შეიძლება მოვიდეს, მაგრამ ვცდილობ, რომ ვიყო ის კვარა, რომელსაც ყველა ელოდება და რა ვიცი, მუშაობ ამისთვის ყოველ დღე. კარიერაში პირველ ჰეტრიკთან ახლოს იყავი ძალიან, ეს არის შემდეგი მიზანი. კი, რა თქმა უნდა მიზანია, მაგრამ ამ ხანაგურ თამაშებზე ამილო ჰეტრიკის გატანა და დავიტოვე მომავლისთვის ოფიციალურ თამაშებზე და გავიტანო პირველი ჰეტრიკი. და ერთი კითხვა, პირველი გოლის აღნიშვნა იყო განსაკუთრებით ემოციური, როგორც მივხვდი, უძღველი ბექანოზაძის იყო და თამაშის წინ გუნმა გადაიღო ფოტო, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონა ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, ის თქმა შეგიძლია ამ ემოციურ აღნიშვნაზე. კი, ძალიან მე პირადად არ ვიცოდი ეს ინფორმაცია, უკვე თამაში გასვლამდე მითხრეს და ძალიან მეწყინა ეს ყველაფერი, მაგრამ ბექა რა თქმა უნდა არის უდიდესი ადამიანი ჩვენს გულშემატკივრებში, მნიშვნელობა არ ქონდა, სად მივდიოდით ის ყოველთვის ჩვენ გვერდზე იყო და ყოველთვის თანხმობოდა და ზუსტად ისე ვიქნებით ჩვენც ყოველთვის მის გვერდზე ვართ და მე მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუ რამე დახმარება დაჭირდება ჩვენ ბიჭები, თლიანი ფედერაცია ყველა მის გვერდზე ვართ და ჯანმრთელობას ვუსურვებ და ყველაფერი კარგად იქნება ღმერთის წყალობით. ესეც ასე მეგობრებო, ჩვენი ვლოგი დასრულებულია საქართველოს-ისრაელის მატჩიდან. ამ ვლოგს როცა ვდებ, ეგრევე მივდივარ სახში და ჩვენთან ჩავალაგო მივდივარ აეროპორტში ეგრევე. ვთქვათ გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ ეს ვიდეო და დაგვიწეროთ კომენტარები, თამაში რესტორნად უკმაყოფილო ხართ ან კმაყოფილი, ან რა მოგეწონათ, ან რა არ მოგეწონათ. ველოდებით თქვენ შეფასებას მიიღეთ ფეხბურთელების კომენტარები. მადლობა და მომავალ შეხვედრამდე დაგებრუნდებით ლიეტუვის ვიდეოთი.